ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში ცნობილი პოეტის ამრიდონ ჩეგიანის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოიწყო პოეტის ლექსების ახალი კრებულის რჩეულის პრეზენტაცია. დღეს ცნობილ პოეტს ბატონ ამრიდონ ჩეგიანს უსულდება 80 წლის თავი. აფხაზეთის მთავრობა რა თქმა უნდა აღნიშნავს ამ იუბილეს და პატივს მიაგებს მის დიდი ხნის შრომას, უფასებს იმათ რაც მან გააკეთა აფხაზეთში ომამდე, რასაც აკეთებს ომის შემდგომ და ის დიდი შრომა, რომელიც აისახა მრავალ გამოცემაში, მეტყველებს იმაზე, რომ ამრიდონს ამ ხნის განმავლობაში არ მოუსვენია. მიუხედავად პირადი ტკივილისა, ტრაგედიისა, მე გულისხმობა არა მარტო აფხაზეთის პრობლემას და ტრაგედიას, არამედ ოჯახურ ტკივილს, რომ მას არ დაუკარგავს ოპტიმიზმი, არ დაუკარგავს წმენა, ბრძოლის ჟინი. მე მინდა მადლობა უთხრა მთავრობის სახელით ბატონ ამრიდონს იმისათვის, რაც მან გააკეთა. ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ იმ მშობლიურ კუთხეში, სადაც წამოვედით და მე ვფიქრობ, რომ სამისო პირობა მან უკვე ჩემი ლექსები არის ჩემი გულის და სისხლის ნაწური. ჩემი ყველა ლექსი კოდირებულია საქართველოს ფიქრი საქართველოს მომავალზე, ფიქრი საით მივდივარ ჩვენ. საით მივდივარ. დავწირო აქედან ამოსვლას. ჩემ პოეზიის საშუალებით. ხანდისხან ცხარეა ეს ჩემ პოეზია. ყველა შესაძლებელი არის შემონოს, მაგრამ მართალი კაცი ვარ და სიმართლეს ვლაპარაკობ. დაბადებული ვარ ვაჟკაცად და აი ვაჟკაცური ხმით უნდა შევეხმიანო ყველასაც. ვინც გასაღვიძებელია გამოვაღვიძო. რატო აქ ეს პოეტის ხელში? აი ამას უნდა დაუქვემდებაროს. twins უნდა დაუქვემდებაროს და გულს უნდა დაუქვემდებაროს და მერე უნდა დაწეროს. გადაიღოს და ასლი უნდა გააკეთოს ამის. მოხარული ვარ და ყურადღების ქვეშ ვარ. ჩემს აფხაზეთში ჩემს სახლში მგონია და როდესაც აფხაზეთის მთელ მოსახლეობას ვხედავ და საქართველოს აღორძინებისათვის ვბრძოლობ. და მეტად გამიხარდება, როდესაც გაიგებს და მივა თითოეულ ადამიანთან ეს მთელი გულის ყურით მიიღებს ამას ჩემგან. და იყო საჩუქარი. ჩემგან იმათი ხელჩექნეული არ მენახოს ქართველი კაცი თასადაბარში. ამრიდონ ჩეგიანს გაწეული საქმიანობისა და ღვაწლისთვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიანიჭა. აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულთა ოჯახების შერიგებისა და თანადგომის ჰუმანიტარული მომსახურების კავშირმა დიოსკურია 2005-მა ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. კავშირ დიოსკურია 2005-ის საპატიო პრეზიდენტად დაირჩია და მშვიდობის ოქროს ვარსკვლავისა და დროშის სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. ამრიდონ ჩეგიანი არის მესტიის რაიონიდან. გმირი სოფელი არის ასეთი სოფელი ხალდე. მას მწერლები და პოეტები სვანეთის თეთრ ქუდს ეძახიან, იმიტომ რომ მართლაც თეთრი ქუდი დაახურა სვანეთს და მთელ საქართველოს სოფელმა ხალდემ. მოხდა ხალდეში რუსების წინააღმდეგ გაჯანყება, სოფელი დაანგრიეს, მაგრამ მათაც თავისი გმირული ფურცელი შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. ამ სოფლიდან არის და ეს ეამაყება ყველას და ეამაყება ამრიდონ ჩეგიანს. შემოქმედი კაცია, დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჩვენს რაიონს. მის სახელთანაა დაკავშირებული გუდაუთის რაიონიდან 92-13 წელს იზოლირებული ქართველების გამოყვანა მშვიდობიანად ეს მისი მეგობრების დამსახურება. მე ვარ მისი ბოლო წიგნის რედაქტორი და ჩემი წინასიტყვებაც არის. სათაური აქვს ამ წინასიტყვებას ნემაღალი პოეზია. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, ეს არის პატრიოტული ლექსები, ეს არის დარდი თავის აფხაზეთზე, დარდი იმ სვანეთზე, სადაც ომი არ ყოფილა, მაგრამ არის დემოგრაფიული პრობლემები. მე მინდა რომ მივულოთ 80 წელი დაბადების, იყოს ჯალმრთელად, იყოს უფრო მხნედ, ქონდეს შემოქმედებითი წარმატებები. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტის მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ.